მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ გადაცემათა ახალ ციკლს, რომელშიც ეკლესიის მამათა შესაბამისი განმარტებების მიხედვით ვისაუბრებთ სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით წმინდა წერილში გადმოცემულ სწავლებაზე. ბუნებრივია ჩვენს ტელემაყურებელს მოეხსენება, რომ აღნიშნული უწყება, აღნიშნული მოძღვრება გადმოცემული არის მოსე წინასწარმეტყველის მიერ დაწერილ ხუთ წიგნელში. კიდევ უფრო მეტად თუ დავაკონკრეტებთ დაბადების წიგნის პირველ თავში, სწორედ ასე იწყებს დიდი უდეველი წინასწარმეტყველი აღწერას ღვთისაგან გაცხადებული ჭეშმარიტებისას და პირველი თავი, როგორც ვახსენეთ, თავიდან ბოლომდე ეთმობა უწყებას, სწავლებას, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ხელული თუ უხილავი ქვეყნიერება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაბადების წიგნის პირველი თავი მოცულობაში არც თუ ისე ვრცელია და ეს სიმოკლე აღნიშნული მოძღვრებისა განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია წმინდა წერილში ყოვლადი სისავსით, განმარტებითი კუთხით ყოვლადი სისავსით ყოველივე იყოს გადმოცემული, რადგან წმინდა წერილი არსებითად და ძირითადად გადმოცემს მოძღვრებას, რომელიც შემდგომ უკვე ეკლესიის მამათაგან გაიშლება განმარტებების სახით, ეგზეგეტიკის სახით და მკითხველის წინაშე, დაინტერესებული მკითხველის წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გულმოდგინედ ეძიებენ მარადიულ ცხოვრებას, სწორედ წმინდა წერილისა და საეკლესიო ეგზეგეტიკის საშუალებით ხდება საცნაური ის უცვალებელი რჯულდება, რასაც ღმერთი როგორც წმინდა წერილის, ასევე განმარტებების, მამათაგან დაწერილი განმარტებების სახით უცხადებს კაცობრიობას. სანამ აღნიშნული უწყების თაობაზე მოძღვრებას წარმოადგენდეთ, ეკლესიის მამების შესაბამის სწავლებას წარმოადგენდეთ, ესე იგი თუ როგორ შეიქმნა ხელული თუ უხილავი სამყარო, დღევანდელ ჩვენს გადაცემას ზოგად ცნობებს დაუთმობთ და წარმოადგენთ უწყებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ის ძირითადი ეგზეგეტიკური წყაროები, რომელსაც ჩვენ გადაცემებისას დავეფუძნებით, დავემყარებით და შემდგომ გადაცემებში უკვე უშუალოდ დაბადების წიგნის პირველი თავის, პირველი მუხლის განხილვას შეუდგებით. ესე იგი, ვინაიდან დღევანდელი დღე ზოგად მიმოხილვას ეძღვნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ის განმარტებები, რომლებიც ეკლესიის მამათაგან სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულა. ბუნებრივია ყველა მათგანს ვერ შევეხებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო არსებითსა და ძირითადს გამოვყოფთ და პირველი ადგილი ამ შემთხვევაში უნდა გავანუკუთვნოთ მეოთხე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი მოძღვრის კესარია კაბადოკიელი მღვდელმთავრის მიერ წარმოთქმულ ქადაგებებს, სახელწოდება ამ შრომის ასია ცნობილი ჰომილიები 6 დღის შესახებ. აღნიშნული ნაშრომი, რომ ქადაგებების კრებული ამას თავად სათაურით ცხადყოფს, ბერძნული ტერმინი ჰომილია ქართულ თარგმანში ქადაგებას ნიშნავს, შესაბამისად ჰომილიები 6 დღის შესახებ, თუკი სრულად თარგმნით ქართულად, გახლავთ ასეთი სახით წარმოდგენილი ქადაგებები 6 დღის შესახებ. ვასილი დიდი წმინდანი, როგორც სასულიერო პირი ვალდებულების ქვეშ იყო მოქცეული, რომ მრევლის წინაშე წმინდა წერილი განემართა და სწორედ აი ამ აღნიშნულ მოვლენას უკავშირდება ჩვენ მიახსენებული 9 ჰომილია, 9 ქადაგება, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს დაბადების წიგნის პირველ თავს. ესე იგი, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ქვეყნიერება, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. მოვლენები ასე ვითარდებოდა. დიდი წმინდანი ბუნებრივია, რომ დასაწყისიდან იწყებს კომენტირებას ბიბლიური უწყებისას, ბიბლიური სწავლებისას, ესე იგი, პირველი მუხლიდან იწყებს გადმოცემას სწავლებისას მრევლის წინაშე და შემდგომ უკვე იგი ნელ-ნელა გადადის პირველ დღესთან დაკავშირებულ მოძღვრებაზე, ამის შემდგომ უკვე ბუნებრივად იწყებს ეგზეგეზის მეორე დღისა, შესაქმის მეორე დღისა და ასე მიყოლებით, იგი მე-6 დღემდე მიემართება და როდესაც უკვე მე-6 დღესთან დაკავშირებულ ყველაზე უფრო მთავარ მოძღვრებას უნდა შეხებოდა წმინდა ბასილი დიდი, ამ შემთხვევაში მთავარ მოძღვრებაში გულისხმობს სწავლებას იმასთან დაკავშირებით, როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი. ვინაიდან ადამიანი ყველაზე უფრო აღმატებული ქმნილებაა ღვთისა და ამას თავად წმინდა წერილი გვიმოსწრებს, რადგან მხოლოდ ერთადერთია ქმნილებათა შორის, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად იქნება, სწორედ ამას გვაუწყებს დაბადების წიგნის პირველი თავის 26-27 მუხლები, აი სწორედ ამ აღმატებულებიდან გამომდინარე, ესე იგი ადამიანის აღმატებულებიდან გამომდინარე, მრევლის უდიდესი ნაწილი სწორედ აი ამ ჟამს ელოდებოდა, თუ როდის დადგებოდა შესაბამისი დრო, როდესაც წმინდა მოძღვარი, წმინდა ბასილი დიდი ანთროპოლოგიური მოძღვრების გადმოცემას დაიწყებდა, ესე იგი ანთროპოლოგიურ საკითხებს განიხილავდა. თუმცა მოხდა ისე, რომ 59 წლის ასაკში მყოფი მღვდელმთავარი, რომელიც სხვადასხვა მრავალი სნეულებით იყო დაუძლურებული, გარდაიცვალა და მან ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე არსებითი, ყველაზე მთავარი ნაწილი დაბადების პირველი თავის, ესე იგი ადამიანის შექმნასთან დაკავშირებული სწავლება გამომარტავი დატოვა ჩვენ მიერ ხსენებული მიზეზის გამო. მრევლში ამან უპირველეს ყოვლისა გარდაცვალებამ ღირსეული მოძღვრისა უდიდესი ტკივილი განაპირობა, თუმცა
მოგვიანებით გაჩნდა უდიდესი სურვილი იმისა, რომ აი ეს დანაკლისი, ეგრეთ წოდებული დანაკლისი, ჩვენ მიერ უკვე გაგებული მიზეზით განპირობებული რაღაცნაირად შევსებული ყოფილიყო. ჩვენ აქ ერთი რამ უნდა ჩავამატოთ აქამდე თქმულს, ვასილი დიდის მიერ წარმოთქმული ქადაგებები, ესე იგი ეს არის ზეპირსიტყვიერი მიმართვა მრევლისადმი, ასე ამავდროულად ჩაწერილი იქნა. ძველ დროს ეკლესიაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ გარკვეული დავალება ჰქონდათ განკუთვნილი, რომ მოძღვართაგან წარმოთქმული ქადაგებები წერილობით აღენუსხათ. აი ასეთი ადამიანები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ვასილი დიდის მიერ ჰომილიების წარმოთქმისას, ესე იგი ქადაგებების გამოთქმისას, ვასილი დიდის სწავლებას წერილობითი სახით აყალიბებენ და ეს წერილობითი ფორმით გადმოცემული სწავლება შემდგომ უკვე ბუნებრივია მრევლში ვრცელდებოდა. აი სწორედ აი ამ მოძღვრებას, ესე იგი იმ მოძღვრებას, რომელშიც სამყაროს შექმნის თაობაზე იყო სწავლება გადმოცემული, მაგრამ დანაკლისის სახით ადამიანთან დაკავშირებული განმარტება არ გახდა წარმოდგენილი, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ხსენებული მუხლების, ესე იგი 26-27 მუხლების განმარტება დიდ მოძღვარს არ დასცალდა გარდაცვალების გამო, აი ამიტომაც ამ შემთხვევაში ასპარეზზე ჩნდება წმინდა ბასილი დიდის ძმა, ხორციელი ძმა, რომელსაც პეტრე სებასტიელი, ასე იცნობს საეკლესიო ისტორია, სებასტიის ეკლესიის მღვდელმთავარი, რომელიც თხოვნით მიმართავს ბასილი დიდის კიდევ ერთ ძმას, ამჯერად უკვე მესამე ძმა უნდა ვახსენოთ, წმინდა გრიგოლ ნოსელი, ნისიის ეკლესიის მღვდელმთავარი, რომ მან წმინდა გრიგოლ ნოსელმა ბასილი დიდისგან განუმარტავად დარჩენილი მოძღვრება განასრულოს და წარმოადგინოს მრევლის წინაშე მოძღვრება, რომელიც თავის თავში ანთროპოლოგიურ სწავლებას შეიცავს. წმინდა გრიგოლ ნოსელი საფუძველს უყრის უაღრესად მნიშვნელოვან შრომას, რომელსაც სახელად ჰქვია კაცისა შესაქმისათვის, ეს გახლავთ მე-19 საუკუნეებში შესრულებული თარგმანის სახელწოდება. შემდგომ მოგვიანებით მე-11 საუკუნეში აღნიშნულ შრომას, ესე იგი ბერძნულ ენაზე დაწერილ შრომას წმინდა გრიგოლ ნოსელისა ხელმეორედ თარგმნის წმინდა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე მოღვაწე დიდი წმინდანი, რომელმაც სათაური ასე წარმოადგინა დაბადებისათვის კაცისა. და აი ეს თარგმანების ისტორია, რაზე ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ესე იგი ერთი მხრივ მე-19 საუკუნეებში განხორციელებული თარგმანი ჩვენ მიახსენებული შრომისა, ესე იგი ანთროპოლოგიური მოძღვრებისა, წმინდა გრიგოლ ნოსელის მიერ გადმოცემული, შემდგომ გიორგი მთაწმინდელის მიერ ხელახლა თარგმნილი ცხადყოფს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც აღნიშნულ ძეგლს განეკუთვნება. აქვე უნდა შევნიშნოთ ალბათ, რომ პირველი თარგმანი, ესე იგი უძველესი თარგმანი მე-19 საუკუნეებში შესრულებული, გამოქვეყნებული არის შატბერდის კრებულში. ამჯერად გავაგრძელოთ თვითონ ისტორიათ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. წმინდა გრიგოლ ნოსელმა, როგორც აღნიშნეთ, ანთროპოლოგიური მოძღვრება სწორედ ამ სახით გამოთქვა, ესე იგი შრომაში სახელწოდებით კაცისა შესაქმისათვის, ან მეორე თარგმანი დაბადებისათვის კაცისა, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ შესრულებული. ეს შრომა იყოფა 30 თავად და დეტალურად მოგვითხრობს ნისის დიდი მღვდელმთავარი თუ როგორია საეკლესიო მოძღვრება, საეკლესიო სწავლება ადამიანთან დაკავშირებით.